იცი რას გეტყვი? შენ და შენი დირექტორი ორივე ჯანდაბაში წასულ ხართ. მოზარდები სრულიად გაგიჩნდნენ. კამპუსიდან მივდივარ, კარგად იყავით. კამილ, მართლა გინდა კამპუსის დატოვება? კი, ყველაფერი ყელშია. მაშინ მეც მოვდივარ. განწირულები ხართ. ამასაც ვნახავთ. კარგი, მზად ხარ? კი, და თქვენ? ჩვენც მზად ვართ. დავიწყოთ. ჩვენ გვჯერა თქვენი მეგობრებო. თუ ბენზი გაიმარჯვებს, მას შევურიგდებით და ჩვენ ისევ წყვილი გავხდებით. შენ მართლა გინდა მასთან შერიგება? მომეცი ბურთი. ჰო. ფენს მარცხდებით, ვიცი. ტაიმაუტი გჭირდება. კარგი ბიჭებო, ჩვენ ამას შევძლებთ. მარტივად დავამარცხოთ ისინი. ჩვენ საუკეთესო კალათბურთელები ვართ. ბიჭებო, ცოტა წყალი დალიეთ. გმადლობთ, გოგონებო. ბუშტო, პოპკორნის ჭამას თავი დაანებე. თუ პონკა გაიგებს, იცი მერე რაც მოხდება. რატომ შეუძლია პონკას წასვლა სამუშაო საათებში? იმიტომ რომ ის ჩვენი ერთგვარი უფროსია. მოიცა, სად არის ის ფული, რომელიც აქ დავდე? საიდან უნდა ვიცოდე? შენ ხარ მოლარე, მე შეკვეთებზე ვარ პასუხისმგებელი. ვიცი რომ მოლარე ვარ. ფულს აქ მუდმივად ვდებ ხოლმე, მაგრამ ახლა არ არის. კარგი მოიცა, გინდა თქვა რომ ჩვენი ნაშოვნი ფული აღარ არის? ჰო, გაგვძარცვეს ჯანდაბა. ძალიან მინდოდა მდიდარი გამხდარიყავი. რა ვუთხრათ პონკას, როცა გაიგებს რომ ჩვენ გაგვძარცვეს? ლუზერებო, ლიმონათი მჭირდება, სწრაფად მოამზადეთ. ძალიან ცხელა. კამპუსში ლიმონათი აღარ იქნება. მაგრამ რატომ? იმიტომ რომ გაგვძარცვეს და ჩვენი მთელი ფული წაიღეს. ჩვენი ოცნებისთვის ფულს ვაგროვებდით, მაგრამ მათ ყველაფერი გააფუჭეს. მაშ რა იყო თქვენი ოცნება? სპორტული ველოსიპედის ყიდვა მინდოდა. მინდოდა დედაჩემისთვის ახალი აიფონი გამეკეთებინა საჩუქრად. თქვენ ლუზერები ხართ, ამიტომაც გაგძარცვეს. ლუზერებო. ბიჭებო, ლიმონადს რატომ არ ყიდით? აქ უკვე რიგი დგას. პონკა, ჩვენ გაგვძარცვეს. ჩვენ გაკოტრებულები ვართ, ფული აღარ გვაქვს. შეწყვიტეთ ეს სულელური წუწუნი, მთელი ფული მე წავიღე. სერიოზულად ამბობ? სერიოზულად ვამბობ, ჩაიციეთ. ყურადღებით მომისმინეთ, ამ თამაშს ვერ წავაგებთ, რადგან ჩემი ყოფილი მიყურებს. არ მინდა თქვენს გამო თავის სულელად წარმოვაჩინო. ჩვენზე უკეთესად თამაშობენ. არ მაინტერესებს, რაც გინდათ ის გააკეთეთ. გადავიდეთ სარეზერვო გეგმა ბეზე. გეგმაც გვაქვს? ხო. თუ თქვენ გსურთ გამარჯვება, ჩვენ არ მოგცემთ მოგების უფლებას, იმიტომ რომ ჩვენ ყველაზე მაგრები ვართ. დავიწყოთ. თამაში დასრულდა. ბენსმა და მისმა გუნდმა გაიმარჯვეს. ჩემო ბენს. ხო, ჩვენ გავიმარჯვეთ. შენ ხარ ჩემი გამარჯვებული. გილოცავთ ბიჭებო, ეს ბრწყინვალე გამარჯვება იყო. მოდი კლუბში წავიდეთ, გახსანიშნავად. თანახმავარ. მეც. ბიჭებო, თქვენ წააგეთ. ჩვენ ვიცით. ბატონო მაქს, ეს უსამართლობაა. ეს არ იყო სამართლიანი თამაში. მათ ბიჭებს უბიძგეს და განძრახს დააბიჯეს ფეხზე. მომისმინეთ, მე უკეთ ვიცი როგორ შევაფასო თამაში. ყველაფერი სამართლიანი იყო. თქვენ წააგეთ. ეს სულელი ჟირაფი უკვე მაბრასებს. მოიცა, რა თქვი კამილ? მე ვთქვი რომ სულელი ჟირაფი ხარ. მოთმინება იქონიე კამილ, ის ჩვენი მასწავლებელია. არ მაინტერესებს რომ მასწავლებელია. დავიღალე, მაქსი გამუდმებით ჩვენს წინააღმდეგ არის. კამილეს ბოლო შემთხვევაა, როცა გაფრთხილებ, გაჩუმდი. სხვა შემთხვევაში იცოდე დირექტორთან წაგიყვან. იცი რა, შენ და შენი დირექტორი ორივე სულ ჯანდაბაში წასულ ხართ. რა თქვა? ის ახლა უკონტროლოა. კამილ, გაჩერდი, რასაკეთებ? всё, მორჩა კამილ, მართლა გამაბრაზე. შენ ზაფხულის ბანაკში ვეხარასდროს წახვალ. არ მაინტერესებს.
მან ფანჯარად კი ჩაამსხვრია. კამილ, მოიცა, სად მიდიხარ? კამპუსიდან მივდივარ. კარგად ბრძანდებოდეთ ყველანი. კამილ, მოიცადე. შესანიშნავია, გაუშვი, რაც ნაკლები ვიქნებით, მით უკეთესია. ბიჭებო, წამოდით, ლიმონათი დავულიოთ. კამილ, შენ მართლა გინდა კამპუსის დატოვება? ხო, საკმარისია. მომბეზდა წუწუნი მაქსის ატანა, მომბეზდა კალათბურთელები და მენდიც მომბეზდა. ახლა გაიგეთ? კამილ, ახლა ხან გავიგე რომ კამპუსს ტოვებ. ხედავ, სწორედ ამაზე ვსაუბრობდი. კი, მივდივარ და შენც ერთ-ერთი მიზეზი ხარ. მენდი, ახლა კარგი დრო არ არის. ჯობია აქედან წახვიდე. ჩვენი გუნდი შენს გარეშე ვერ იარსებებს. ხო, დამშვიდი რა ძმაო. ბოდიში ბიჭება, მაგრამ უკვე გვიანია. ან მე დავრჩები კამპუსში, ან მისტერ მაქსი. მაგრამ რას ეტყვი მშობლებს? ისინი ადრე თუ გვიან გაიგებენ რომ კამპუსი დატოვენ. რამეს მოვიფიქრებ. იცი რა, ახლა მისტერ მაქსთან წავალ და ყველაფერს ვეტყვი, რასაც მასზე ვფიქრობ. კი, ეს მისი ბრალი იყო, ის უსამართლოდ მოიქცა. ჩვენ უნდა მოგვეგო, ასე მაქსი და კამილი არ იჩხუბებდნენ. ეს კამპუსში ყველაზე ცუდი დღეა. ბენს, უკვე 1 საათია ვკოცნით, ტუჩები ძალიან მტკივა. და მე ტუჩები არ მტკივა, შემიძლია 2 დღე ზედიზედ შეუსვენებლად კოცნო. ვაუ. მე გირჩევ კალათბურთის ბურთის ფორმის ტატუ გაიკეთო. აი აქ, ვაუ, მაგარი იდეა. 2 ტატუს გავიკეთებ, კალათბურთის ბურთს და ბეისბოლის ჯოხს, იმიტომ რომ მე მოცეკვავე ბეისბოლის მოთამაშეც ვარ. ბეისბოლის ჯოხის ტატუს ვერ გაიკეთებ, შენ კალათბურთელი ხარ და სულ ესაა. კამილი კამპუსს ტოვებს და თქვენ რა ჯანდაბაზე ლაპარაკობთ? არ მაინტერესებს. გავუშვათ. ის უხეშად მოექცა მაქსს. არგი, მე არ მინდა რომ ის წავიდეს. სხვათა შორის ეს ჩემი ბრალია რომ კამილი მიდის. იქნებ მაქს მართლა ვუხარ, რომ სამართლიანად არ ვითამაშეთ. რა? უსამართლოდ ითამაშეთ? ბენსი! სისულელეებს ნუ ლაპარაკობ და ბოტონმა მაქსმა თქვა რომ ჩვენ მოვიგეთ. ყველაფერი სამართლიანი იყო. ხო, ეს კამილის ბრალი იყო. ის ყველანაირ ზღვარს გადავიდა. მე კალათბურთის მოედანზე მივდივარ. ლიმონათი, ცივი ლიმონათი. მართალია რომ მაქს უხეშად მოეკეცი და ის გაბრაზდა? ხო, ეს სიმართლეა. ასევე ამბობენ რომ კამპუსის დატოვება გსურს. კი, მივდივარ. იქნებ დარჩე, რა მოხდა მერე? ჩხუბი ერთხელ ყველას ემართება. ლიმონათი გინდა? გემრიელია და ცივი. იქნებ ცოტა დაწყნარდე. უფასოდ. ლიმონათისთვის მადლობა მეგობრებო, მაგრამ ვერ დავრჩები. ეს ყველაფერი უკვე ზედმეტია. კამილ, არ წახვიდე. იცოდე ტირილს დავიწყებ. შეწყვიტე წუწუნი ბუშტო. კარგი მეგობრებო, უნდა წავიდე. ნახვამდის კამილ. გამარჯობა ბატონო დირექტორო. იცით საერთოდ რა მოხდა დღეს აქ? მოზარდები სრულიად გაგიშდნენ. რატომ ვარ ასეთი გაღიზიანებული? იმიტომ რომ ისინი გიჟები არიან. სხვა სიტყვა უბრალოდ არ არსებობს. რატომ გირეკავ? შენ დირექტორი ხარ და მათ უნდა გაესაუბრო. მენდი, რასაკეთებ? შენს გამო შეიძლება სამსახურიდან გამიშვან. ბატონო მაქს, ახლავე უნდა გესაუბროთ. რატომ შემოდიხარ ჩემს ოთახში დაკაკუნების გარეშე? თუ კამილს კამპუსში არ დააბრუნებ, საუკეთესო ადმინისტრატორს დაკარგავ და რომ იცოდე ეს მე ვარ. კამილს კამპუსში ვერ დავაბრუნებ. ეს მისი გადაწყვეტილება იყო. მე არ გამიშვია ის აქედან. ეს ყველაფერი შენს გამო მოხდა. შენ გამარჯვება გააყალბე და კამილი ამიტომ გაბრაზდა. ახლავე დაურეკე კამილს და უთხარი რომ დაბრუნდეს. ამას არ გავაკეთებ. მან სულელი ჟირაფი მიწოდა და მითხრა რომ ჯანდაბაში წადიო. მე კი მასწავლებელი ვარ. მაშინ მეც მივდივარ. სერიოზულად ამბობ? თუ წასვლა მომიწევს, წავალ. მეგობრებო, მოგწერეთ და სთხოვეთ მაქს რომ კამილი დააბრუნოს. მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხით და თვალყურიადევნეთ ჩვენ სერიებს. ნახვამდის ყველას. მე ახლა კამილთან მივდივარ. ფაზ და მელოდე. Say no